ქვეყანა პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რაც მსოფლიო თანამეგობრობას აქვს ნიუ-იორკში მყოფი ქართული დელეგაციის წევრები ვიზიტის შედეგებს აფასებენ. პარალელურად ქართველი პოლიტიკოსები ამერიკაში მოლაპარაკებებს განაგრძობენ საქართველოს და სხვადასხვა ქვეყანას შორის თანამშრომლობის და პარტნიორობის გაღრმავება ის საკითხებია, რაც მაღალი რანგის შეხვედრებზე განიხილება. ამერიკიდან ლიკა ხურციძე საუბრობს მოამბის ეთერში. 1000 წლების განვითარების სამოქმედო პროგრამა გაერო სწორედ 10 წლის წინ 2000 წელს მიიღო და საქართველოს იმ წელსვე შეუერთდა ამ პროგრამას. დღეს უკვე 1000 წლების სამიტზე გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 65 სესიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოხსენებით წარსდგა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრიბუნიდან, სადაც მან ისაუბრა იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რაც ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩატარდა. ეს არის რეფორმები განათლების სისტემაში, ეკონომიკის ზრდა, კორუფციის დაძლევა. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე გააკეთა პოლიტიკური მესიჯები, რაც ეხება საქართველოში არსებულ შავხრელებს, რომელიც შეიქმნა მეზობელი ქვეყნის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სახით, სადაც ირღვევა და არსებობს შავი ხვრელები, როგორც ეკოლოგიურად, ასევე პოლიტიკურად. ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას ამ სამიტზე, თუმცა მნიშვნელოვანი, რაც არის, ყველა ელოდება გენერალურ დებატებს, რომელიც 23 სექტემბერს გაიმართება, სადაც მიხეილ სააკაშვილი უკვე 65 სესიის ფარგლებში მეორედ წარსდგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინაშე მოხსენებით. 1000 წლების გამოწვევის პროგრამის ფარგლებში მიღწევებით საქართველოს მისაბაძი ქვეყანა ასეთი შეფასებები გაკეთდა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 65 სესიაზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ. კორუფციასთან ბრძოლა, განათლების და ჯანდაცვის სისტემაში გატარებული რეფორმები საქართველოში. ეს ის თემებია, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან ისაუბრა. მუშაობის დაძლევის მხრივ, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ, კორუფციის შემცირებისა და კორუფციის აღმოფხვის მხრივ, განათლების რეფორმები, ჯანდაცვის რეფორმები, ყველა ის რეფორმებია, რომელიც ამავდროულად არის გაეროს 1000 წლების მიზნებით განსაზღვრული და ამ მხრივ ბუნებრივია ყველას აინტერესებს ის რეფორმები, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს გადადგა. პრეზიდენტის სიტყვაში იყო პრაქტიკულად ყველა 1000 წლების მიზანზე გამახვილებული ყურადღება, განსაკუთრებით ჯანდაცვის მიზნებზე და გაანალიზებული იყო ის ნაბიჯები, რაც ჩვენ გადავდგით ამ წლების განმავლობაში, მას შემდეგ რაც მთელი მსოფლიო შეთანხმდა ამ მიზნებზე. სიტყვით გამოსვლამდე მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიის ხელმძღვანელს ჟოზე მანუელ ბაროზოს და ევროკავშირის უმაღლეს კომისარს კეთრინ ეშტონს შეხვდა. მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობები იყო. შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ბაროზოს შეუერთდა ქალბატონი ეშტონი ამ შეხვედრისთვის, რაც ჩვენთვის წინასწარ არ იყო ცნობილი, ხაზს უსვამს იმას, თუ რამ ხელმძღვანელობას ანიჭებს ევროკავშირი ჩვენს რეგიონთან და კონკრეტულად ჩვენ სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაძლიერებას. საუბარი იყო იმაზე, რომ ყველა მიმართულებით ევროკავშირი გააგრძელებს ძალიან აქტიურ თანამშრომლობას საქართველოსთან. საბოლოო მიზანი არის საქართველოს ინტეგრირება ევროსტრუქტურებში. გენერალური ასამბლეის ფარგლებში მოლაპარაკებებს მართავს საგარეო საქმეთა მინისტრიც. გრიგოლ ვაშაძე იმ ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად გაეროში დევნილებთან დაკავშირებით საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. დეოკუპაციის შესახებ რეზოლუცია გახდა გრიგოლ ვაშაძის ფილიპ გორდონთან შეხვედრის მთავარი თემა. ერთსაათიანი შეხვედრა იყო, ამიტომ ჩვენ საშუალება მოგვეცა მთლიანი რევიზია გაგვეკეთებია ქართულ შეერთებული შტატების ურთიერთობებისა და მოგველაპარაკა იმაზე, რა არის გასაკეთებელი 6 ოქტომბრისთვის, როდესაც ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარტერის შემდეგი განვითარების შემდეგი ეტაპი იქნება განხილული 6 ოქტომბერს ვაშინგტონში. გენერალური ასამბლეის გახსნის პირველ დღეს მოხსენებით 90 ქვეყნის ლიდერი წარსდგა. 1000 წლების გამოწვევის პროგრამა საფუძველი 2000 წელს ჩაეყარა და საქართველოს მას მაშინვე შეუერთდა. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის სიტყვით კიდევ ერთხელ გამოვა, როდესაც გაეროს შტაბ-ბინაში გენერალური დებატები დაიწყება. გაეროში მიმდინარე კვირა ბუნებრივია იქნება ძალიან დატვირთული, რიგით 65 სესიის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ბუნებრივია იქნება გენერალური დებატები, რომელიც